მწიგნობრებმა და ფარისევლებმა მოიყვანეს ქალი, რომლისთვისაც მრუშობაზე წაესწროთ და შუაში ჩააყენეს. უთხრეს იესოს: მოძღვარო, ეს ქალი მრუშობაზეა წასწრებული. მოსემ კი ასეთების ჩაქოლვა მცნებად დაგვიდორჯულში. შენ რა სიტყვი? ამას გამოსაცდელად ეუბნებოდნენ, რათა ბრალი წაეყენებინათ მისთვის. მაგრამ იესო დაიხარა და მიწაზე თითით წერდა. რა კი დაჟინებით ეკითხებოდნენ, ადგა და უთხრა მათ: ვინც უცოდველია თქვენ შორის, პირველმა მან ესროლოს ქვა. მერე კვლავ დაიხარა და განაგრძო მიწაზე წერა. ვინც ეს მოისმინა, უხუცესებიდან დაწყებული ყველა სათითაოდ გაიკრიფა. დარჩნენ მარტო იესო და ქალი, რომელიც შუაში იდგა. წამოიმართა იესო და იმ დედაკაცის გარდა, რომ ვეღარავინ დაინახა, ჰკითხა მას: დედაკაცო, რა იქნენ შენი ბრალმდებელნი? არავინ დაგდო მსჯავრი. ქალმა უპასუხა: არავინ უფალო. იესომ უთხრა: არც მეგდებ მსჯავრს. წადი და ამიერიდან ნოღარ შესწოდა.